ეს პრიგოჟინის რომელი დაჯგუფებიდან ყავთო. ამაზე ჩემი პასუხი იყო იმ პიროვნების მიმართ, რომ პრიგოჟინის რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ისევ თამარ მეფის ლაშქარში ვდგავარ დღესაც, როგორც ჩემი წინაპრები თქო და ვიცე-პოლკოვნიკი იყო, თბილისიდან იყო შემოსული და რაც ის ოთახში ვზივარ, ბუნებრივია ფეხზე ადგომა, მთის კანონებია, წესია, მისალმება ყველაფერი და რომ მივესალმე არავითარი ყურადღება მე ადგილობრივების ის დაიწყო რაღაცა შემცირება. დღეს აი თითოეულა კაცია შემორჩენილი, რომ 2 კაცი, 3, 4-5 კაცი აი ორივე სმენაში. რატო შემცირდა ეს? წავიდნენ დასევდიანებულები, წავიდნენ და უცხოეთში წავიდნენ აი ახლა. სასაზღვრო ჯარი ჩემთვის იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ოჯახი, შვილები გადავარჩინე ხელფასი მქონდა და დღესაც მიყვარს აი ეტმფრენი რომ გადმოიფრენ შეულფრენი უпроსტორად პირჯვარს გადავსწერ ცაზე რომ მესაზღვრეებს უნდა ძალიან მოფერება, გაფრთხილება, იმიტომ რომ ჩვენი და ჩვენი მიწაწილის მცველები არიან. აქაური კაცი ამ ადგილს კარგად იცნობს. დღე არის, ღამე არის, გავა, არაფერს არ გაიჭირვებს, ზამთარია, სად საზვავოა, სად საქვია, სად სანიაღვრია, სად ბალახია, სად კლდია, სად სასხლეტია, რო არ დაცურდე. ყველაფერი ვიცოდით, სიზმრებითაც კი ისე ვიქავარ, იქ დავდივარ, მწვერვალებზე ავდივარ, სულ აი მთელი ხეობები, არ არის ადგილი რო არ მქონდეს შემოვლილი რა და უცხოდ რომ მოხვალ, ჩათვალე რომ არ იცი, ამიტომ ძველები იტყოდნენ, კი, ფაქტიურად შეუძლებელია, იმასაც შეიძლება ღმერთო ყველას დაუფარე და რაღაცა ვერ გასთulis ის მე და კი ხიფათში უნდა მოხდეს და ვის უნდა ხიფათი კაც. იმიტომ რომ ის ვერ გაივლის, ზოგი თვალმაშიშია. ძალიან ცოტა იყო ბარის მხრიდან სასაზღვრო ჯარის თანამშრომლები. ძირითადად ეხლა ზოგი აქ ადგილობრივები უმეტესობა და კიდე გადასახლებული ხევსურებიც მთას შემოუტრიალდნენ. 2020 წლებიდან უკვე რაღაცა ცვლილებები გატარდა ადგილობრივების მიმართ, არ ვიცი, ახლა მართალს ვიტყოდით და ეს სიმართლის თქმა არ მოწონდა, რაღაცა დაირღვა, არ ვიცი, სად დაიღო ეს, ვინ მართავდა, როგორ მართავდნენ, მაგრამ ადგილობრივებს უკვე რაღაცა ისეთი ის იყო, რომ აი ბოლო წლებში მაგალითად რომ ადგილობრივი რომ მიდის გზაზე, მანქანაც არ უნდა გაგეჩერა და არც უნდა მისალმებიყავი. იქნება იმ ადგილობრივს რა უჭირს მესაზღვრე, გააჩერე, კითხე, აქ ხო ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ, ნათესავები ვართ. დიშვილია, ძმისშვილია, ბიძაშვილია, ცოლეურია, დედულია, მამულია და უნდა გაშორდე. რატო რა შემოაქვს? ეს არღვევს ადამიანს სულიერად და სამსახურის მიმართაც ბზარი გიჩნდება, იცი? სხვებიც ესე არ ვიცი ახლა აი დღეს იქ რა როგორისაა, მაგრამ ადგილობრივების მიმართ რაღაც უარყოფითი ის არის დამოკიდებულება რა. რატომღაცა არ ჭირდება ადგილობრივებიდან. პირდაპირ ვაცხადებ, ეს არის ხევსურეთის დაღუპვა. აი როგორც 1952 წელს დეპორტი, ანუ გასახლება გაუკეთეს კომუნისტებმა, მე ხო ისე დაბრუნდათ ჩემი მშობლებიც. რაღაცა ისეთი ის აქვს გათვლა, რომ დაცარიელდეს, აქ აღარავინ დარჩეს, აქ აღარ აღიზარდოს თაობა და წავიდეს და მე საწავა ღმერთმა უწყის. თუ დროზე არ მოხდა ამ საკითხების გულღია, გულწრფელი განხილვა და დადებითად გადაწყვეტა, ჩათვალეთ რომ განწირულები ვართ. ხევსურეთი მოგვიკვდება და ამას შველა უნდა გადავარჩინოთ, უნდა უშველოთ მოსახლეობა, ქართველმა ერმა, გულით ვამბობ რომ ვერ იქნება დაცვა. იმიტომ რომ ხევსური კაცი ახლა მე არ წარმომიდგენია რომ ღმერთო დაუფარე, მტერი რო წამოვა და უკან გაიქცეს. არ გამოვა. აქაური ხალხი მზადა ვართ. მოვიდეს სიკვდილი, ერთხელ მოვკვდე, ერთხელ გავკრება რა. სამშობლოსთან იყო მკვდარიც და ცოცხალი ცხომირჩევი.